ჩვენ ვართ საქართველოდან, ახლა ვიმყოფებით კვიპროსზე, Erasmus Plus-ის გაცვლის პროგრამაზე და ამ ვიდეოში გვინდა მოგიყვეთ ჩვენი თავგადასავალი. და ზუსტად აქედან დაიწყო ყველაფერი, სიცილი, მეგობრობა და უამრავი ახალი მოგონება. პროექტის პირველი აქტივობა იყო ერთმანეთის გაცნობა. აქტივობა მოიცავდა სახეების აწყობას. პორტრეტები დაგვეხმარა სახელების დამახსოვრებაში. მითია, რომ ერასმუსები წყნარად იწყება. ფაქტია, რომ ერასმუსები მინიმუმ 50 სახელის დამახსოვრებით იწყება. ორ წამი მას რა თქვა? აზია. გავავარჯიშეთ ჩვენი წარმოსახვა და შევქმნით მითიური სამყარო მითიური არსებებით. მითია, რომ ერასმუსი მარტო განათლების მისაღებადაა. ფაქტია, რომ Erasmus-ზე წებოსა და მაკროკლების ბრძანებლები გაქვთ. მედიტაციაც მოგვეწონა, ძალიან კარგი იყო. A few moments later. გონებრივ განვითარებასთან ერთად სხეულიც გავავარჯიშეთ. მართალია ცოტა დავიღალეთ, მაგრამ ჯერ კიდევ არ ვიცოდით რა გველოდა წინ. ვენდეთ ახალ მეგობრებს, რთული იყო, მაგრამ ამან უფრო დაგვაახლოვა. გარდა ნდობისა, მრავალფეროვანი აქტივობების მეშვეობით შევიძინეთ ახალი უნარჩვევები და გავიგეთ, რომ თურმე მე ვარ არქიტექტორი. არც მე. არც მე. თურმე მე არ ვარ მოსწავლე. არც მე. თურმე მე არ ვარ ბიოლოგი. თურმე მე არ ვარ მექნარი. თურმე მე არ ვარ სტუდენტი. ჩვენ ვართ მსახიობები. ყველა მონაწილემ აღმოაჩინეთ, რომ მსახიობობის ნიჭი გვაქვს და ქართული თეატრის დაკარგული მსახიობები ვართ. What is something you believed or heard about Cyprus before visiting? I heard that it's a beautiful island divided between two countries, Turkey and Greece. Nevertheless, they live peacefully, but Turkey from time to time is claiming to have whole island. This was one of our ports on our cruise stops, and so we didn't know a lot, to be honest. So we did research it before coming in here, and it looked to be a developed country. We were surprised there was an actual ski lift that they could ski in the winter because it seems such a warm climate. Yeah. It had changed hands, and then the north and the south are different. We thought it was part of the Greek islands because we've been to Santorini, and we're going to go to Mykonos tomorrow. So we thought it was part of the Greek island. We're still not sure because then we read that half of it is somebody else and half of it is somebody else. So I know that it's a divided country, Turkey in the north, Greece on the south, Nicosia is the capital city. It's been a crossroads of most of Eastern Mediterranean because of its key location for sea. All the countries can get to it easily. So გარდა აქტივობისა, ერთმანეთს ჩვენი კულტურებიც გაუზიარეთ და ასე ვიმოგზაურეთ ქვეყნიდან ქვეყანაში მთელი ამ დღეების განმავლობაში. ჩვენ ყველანი გირჩათ, რომ მიიღოთ მონაწილეობა ერასმუსის პროექტებში და არ გამოტოვოთ ეს შესაძლებლობა. და ბოლოს მივხვდით, რომ ეს არ იყო მხოლოდ პროექტი, ეს იყო ისტორია, რომელიც ყველამ ერთად.